ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ვრცელი ისტორიის თხზობას, წარმოგიდგენთ მესამე ეპიზოდს, რომელიც ასახავს ევროპაში ვენის კონგრესის შემდგომ შექმნილ ვითარებას და უნდა ვილაპარაკოთ წმინდა ალიანსზე, რა იყო ეს, რა სახელმწიფოების ერთობა და რა წესრიგი შექმნა მან და რამდენხანს გაგრძელდა ეს მდგომარეობა ევროპაში. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი მხრობელი არის თორნიკე შარაშენიძე, სწორედ ის გვეტყვის ამ ისტორიის შემდეგი ფურცლის შესახებ. თორნიკე, რა ხდება ვენის კონგრესის შემდეგ? ჩვენი ეს თემა არის წმინდა ალიანსი, ხო? წმინდა ალიანსი როდის დაიწყო, როდის გაფორმდა? იყო თუ არა ეს საერთოდ პირველი ესეთი კავშირი, რაც უკვე ირეკლება თანამედროვე გაერთიანებებში მისი ფესვები და როდემდე გაგრძელდა? ეს არის ალბათ პირველი ალიანსი მსოფლიო ისტორიაში, რომელიც, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ იყო, რომ შეიქმნა სწორედ ევროპაში. იმიტომ ევროპა გაცილებით წინ არის წასული, არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებით, სამხედრო ძლიერებით, არამედ წინ არის წასული ასევე თანამშრომლობის, დიპლომატიის კუთხით, ერთიანი წესების დაწესების კუთხით. და წმინდა ალიანსის პერიოდზე სხვა შორის ძალიან ბევრს მანდ-მაინც არ საუბრობენ, იმიტომ რომ ეს პერიოდი გამოირჩევა სტაბილურობით და მშვიდობით. და ეხლა ისტორიაში სტაბილურობა და მშვიდობა ნაკლებად დაინტერესებს, ყველას ომები აინტერესებს, მაგრამ აი როგორ მიაღწიეს ამ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ძალიან საინტერესო. ვინ იდგა ამის უკან? და მოდი ძალიან შორს ნუ გავიქცევით ჯერ, მოდი დავიწყოთ თავიდან, როგორ შეიქმნა ეს პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია. ვისი იდეა იყო? იდეა იყო ალექსანდრე პირველის რუსეთის იმპერატორის. ის არ გამოსულა, ესე ვთქვათ, უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნების იდეით. მან თქვა, ჯერ კიდევ ვენის კონგრესზე დაიწყო საუბარი იმაზე და მერე ეს გააგრძელა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები უნდა ემართათ, ესე ვთქვათ, ქრისტიანული ფასეულობებით. მან თქვა, რომ აი მოდი ვთქვათ ვარი ძალის გამოყენებაზე და მშვიდობა შევინარჩუნოთ, ამისთვის საჭირო არის, რომ აი დავეფუძნოთ ჩვენ მოყოლებული აქედან ქრისტიანულ მორალს, გულმოწყალებას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბევრმა ეს ვერ გაიგო, რა იგულისხმება მაშინ, ხო? ეხლა ევროპა მიშვეულია რას? ომი, მერე გაფორმება შეთანხმების და მშვიდობა და ქრისტიანობის და ზოგადად რელიგიის დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებში ეს სიგიჟეა და პლუს ამას ეს არის უკან გაადგული ნაბიჯი ევროპელებისთვის, იმიტომ რომ 1648 წლიდან მოყოლებული ევროპა ცხოვრობს ვესტფალიის ზავის პრინციპებით, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ის, რომ გაიმიჯდა საერთოდ რელიგია პოლიტიკისგან. რატომ? პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, არ მხოლოდ მოსულა კომპრომისი, პოლიტიკა კომპრომისი უნდა იდგეს და რელიგიაში კომპრომისი არ მოსულა. ან ხარ კათოლიკე, ან არ ხარ კათოლიკე, იმიტომ რომ შეახსენებთ ეს ვესტფალიის ზავი დაიდო მას შემდეგ, რაც 30 წელი მიდიოდა ევროპაში ომი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. ეს სიგიჟე იყო ჩვეულებრივ, რის გამო ხოცავდა ეს ხალხი ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია რომ ხოცავდა. და უცებ ეხლა გამოდის რუსეთის მეფე და ამბობს, რომ დავაფუძნოთ საერთაშორისო ურთიერთობები ქრისტიანულ მორალზე, ანუ აბრუნებს რეალურად რელიგიას საერთაშორისო ურთიერთობებში. დაიბნა ყველა, მაგრამ ეხლა ვერ შეეწინააღმდეგენ, ვერანაირად ცხადია, ყველაზე უფრო გავლენიანი პიროვნება იმ დროს ეს კაცი ევროპის შესაბამისად მსოფლიო პოლიტიკაში. ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. კი, ნაპოლეონის დამარცხებელი, რომელიც, ნუ შეიძლება ითქვას, ეხლა ცხადია არა ერთპიროვნულობა, მაგრამ თითქმის კარნახობს ევროპას თამაშის წესებს. და საბოლოო ჯამში გამოვა ისე, რომ აი ამისი იდეით ისარგებლებს ავსტრიის იმპერია და მისი კანცლერი მეტერნიხი, რომელიც ძალიან ნერვიულობს იმაზე, რა ბედი ეწევა მის ქვეყანას. იმიტომ რომ ნაპოლეონის ომებმა ევროპაში შეარყია ძალიან სერიოზულად, გააღვიძა ნაციონალიზმი, როგორც ჩვენ თქვით, გააჩინა ერთიანი გერმანიის, ერთიანი იტალიის იდეა და აი ეს იდეები ურტყამს ძალიან ავსტრიის იმპერიას, რომელსაც იტალიელები ცხავს თავის ტერიტორიაზე, რუმინელები, უნგრელები, ჩეხები, პოლონელები, უკრაინელებიც კი ყავს, გერმანელები თავისთავად და ასე შემდეგ, ხო და ეშინია მას, რომ დროთა განმავლობაში მისი იმპერია მოირყევა, იმიტომ რომ ნაციონალიზმი და სეპარატიზმი იმძლავრებს. და ეს კაცი ნერვიულობს ახლა, რა უყოს თავის იმპერიას, როგორ გადაარჩინოს. ახლა ხო ვერ უთქვის ფამაღლა, რომ მიშველეთ ავსტრიის იმპერიის დაცვა მინდა. ეს რო თქვას, გასაგები რა რეაქცია მოყვება, ხო? ალბათ კარგი არაფერი. დიდი შანსია რომ პირიქით, არა მხოლოდ დაეხმარონ, არამედ დაშალონ მარტი მამრობლებად. ისარგებლონ ვიღაცებმა მის სისუსტით. როცა ალექსანდრე გამოდის ამ იდეით, რომ დავაფუძნოთ მოდი ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობები ქრისტე ღმერთის ესე თქვა ფასეულობებს, მეტერნიხი ამბობს, რომ მე გავიგე რა უნდაო რუსეთის იმპერატორს, ნუ რა უნდა შენიჭირი მაგვიხსენე უბნები, იმიტომ რომ ვერ გაიგო ვერაფერი. ჩემთვის ამბობს მეტერნიხი, ღმერთის წარმომადგენლები დედამიწაზე ვინ არიან? მირონცხებული მონარქები. ავსტრიის იმპერატორი, პრუსიის მეფე, რუსეთის იმპერატორი ცხადია და ასე შემდეგ. ყველა მონარქი არის ღმერთის დანიშნული დედამიწაზე. ასე რომ ღმერთის ნების გატარება დედამიწაზე ეს არის ჩვენი მონარქების და მონარქიების დაცვა. ანუ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ, ერთმანეთი უნდა დავიხმაროთ.
უნდა გაჩნდეს ევროპაში მონარქიული სოლიდარობა. რომელიღაც მონარქიას, რომელიღაც ქვეყანას ევროპაში საფრთხე თუ შეექმნება, სხვები უნდა დაეხმარონ ამ საფრთხის წინააღმდეგ. და პლუს ამას მეტენი ხმა ეს როგორ გაატარა, რომ აი ჩვენ პლუს ამას ამით უნდა ვებრძოლოთ რევოლუციებს. იმიტომ რომ ხო ნახეთ რა უბედურება მოიტანა საფრანგეთის რევოლუციამ. ასე რომ სადმე თუ იქნება რევოლუციის საფრთხე, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით ამ რევოლუციას და ვეხმარებით სიტყვაზე, რა ვიცი, პრუსიის მეფეს თუ რუსეთის იმპერატორს, რომ რევოლუცია ჩაახშოვს თავის ქვეყანაში. ამ დროს რევოლუციების საფრთხე ყველაზე მეტად სწორედ ავსტრიის იმპერიას ემუქრება, ხო? და მეტენიხი ძალიან კარგად ფარავს თავის რეალურ მიზანს, თავის ეროვნულ ინტერესს, რითი რომ მოდი აი მონარქიული სოლიდარობა და ღმერთის იდეების გატარება, რომელიც მე კი არ მთქვამს, კაცო. აგერ ალექსანდრემ თქვა, მას მიაწერა რეალურად. ანუ მისი ნათქვამი გამოიყენა რეალურად ავსტრიის იმპერიის ინტერესებში მშვენივრად, ფორმდება უკვე 1815 წელს წმინდა ალიანსი, ფორმდება პარიზში საინტერესო, იმიტომ რომ პარიზში იმყოფებიან ჯერ კიდევ ეს გამარჯვებული სახელმწიფოები ვენის კონგრესის შემდეგ მათი წარმომადგენლები. და მერე შედის აბსოლუტურად ყველა ევროპული ქვეყანა ინგლისის და რომის პაპის სამფლობელოების გარდა. ინგლისი ამბობს, რომ ვეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ინგლისი ვართ და არ შევდივართ ალიანსებში მშვიდობის დროს. რომის პაპი ამბობს, რომ ეს წმინდა ვარ და რა ალიანსში უნდა შემოვიდე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ალექსანდრეს სურვილი რომ რაღაც ერთგვარ საღვთო მორალს დააფუძნოს ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის, ამას იყენებს ავსტრია, მისი კანცლერი მეტერნიხის სახით, იმისათვის, რომ ერთ-ერთ საფრთხეს წარმოაჩინოს რევოლუციის საფრთხე, რომელიც ახსოვს აგერ ევროპას ფრანგული რევოლუცია, მას ეს ემუქრება, იმიტომ რომ ჭრელია მოსახლეობა და დააზღვიოს ეს. კი ბატონო, რატომ გამოდის ალექსანდრე ამ იდეით? ალექსანდრე, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ არის ვოლტერზე და რუსოზე და მონტესკიეზე გაზრდილი, უცებ რატო გამოდის მსგავსი იდეით? როცა ქონდა მას ომი ნაპოლეონთან, ბოლო ომზე მაქვს საუბარი, როცა ნაპოლეონი დაესხა თავს რუსეთს და როცა მოხერხდა ნაპოლეონის დამარცხება, მან ამაში დაინახა ღმერთის ხელი. მან თავისთავად დაარწმუნა, რომ არა, ზემოდან ჩარევა ნაპოლეონის დამარცხება არ იქნებოდა ესე იოლი, მით უმეტეს ნაპოლეონი დაესხა მას 9,5 მილიონიანი არმიით. და რაც უფრო გადიოდა დროს, უფრო და უფრო მე, ესე ვთქვათ, ჩართული იყო ალექსანდრე რელიგიურ რიტუალებში, მათ შორის სხვა შორის არაქრისტიანებთანაც, რაღაც სხვა სექტებთან გაერია. ანუ გაიტაცა ძალიან მისტიციზმმა. და სხვა შორის ტრაიკული პიროვნებაა, იმიტომ რომ მას შვილები დაეხოცა. ის პერიოდია, როცა არ არსებობს თითქმის რაღაც აცრები არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრი აცრა ჯერ კიდევ არ არსებობს ანტიბიოტიკები და ბავშვები იღუპებიან ადრეულ ასაკში ძალიან და ალექსანდრეს დაიღუპა ბავშვები. ძალიან ტრაიკული პიროვნებაა საბოლოო ჯამში და როცა ის გარდაიცვალა, მე ლეგენდა გაჩნდა, რომ კი არ გარდაიცვალა, გადაიხვეწა საერთოდ ციმბირში და ვიღაცა ბერის, ისე თქვათ, იდენტობა აიღო და ვიღაც უცნაური ბერი გამოჩნდა მართლაც, რომელიც ალექსანდრეს გავდაო, მე მგონი მაინც ლეგენდაა, მაგრამ დღემდე პოპულარული ლეგენდაა ძალიან. მოკლედ ეს კაცი ამ იდეით გამოდის და ამ იდეას იტაცებს მეტერნიხი. და მოყოლებული იქ და მეტერნიხი ცდილობს, რომ ალექსანდრეს манипуляციის მეშვეობით აი ეს წმინდა ალიანსი რეალურად ჩააყენოს თავიდან ბოლომდე ავსტრიის ინტერესებში. ორეულების თემაც ახლა ცოტა რომ გადაუხვიოთ, ეხლა მოგონილი არ არის, ხო, რომ ვიღაცას ან ორეული მართავს ქვეყანას, ან ვიღაც პუტინის ორეული. გარდაცვლილი კაცი რო სიამოვნებაში შეიძლება ცხოვრობდეს ისრაელში. ჰიტლერი ვითომ გაიქცა არგენტინაში, რომ სტალინს ორეული ყავდა, პუტინს ორეული ყავს და ხო ეს ეპშტეინი ცხოვრობს. ეპშტეინი სოციალია, საერთოდ ხო ელვისი გაფრინდა თავის პლანეტაზე. ანუ ეს არ არის ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, კი. ხო და მოკლედ მეტერნიხი ცდილობს გამოიყენოს თავის ინტერესებში სწორედ ალექსანდრეს манипуляციის მეშვეობით. და როცა იწყება მე ალაგ-ალაგ რაღაცა ამბოხებები რევოლუციის მაგვარი ევროპის მასშტაბით, ორი ძირითადი ესე ვთქვათ პრობლემა ჩნდება ევროპაში, პრობლემა მეტერნიხისთვის ცხადია. ერთი ეს არის რაღაც რევოლუციის მაგვარი ნეაპოლში, ნეაპოლი ამ დროს ცალკე იტალიური სახელმწიფოა, იტალია ერთიანი ცხადი არ არსებობს და ნეაპოლში ხალხს უნდა კონსტიტუცია. და მეტერნიხისთვის ეს დაუშვებელია, რატომ? იმიტომ რომ ავსტრიის იმპერიაში არის ორი იტალიური მხარე, ვენეცია და ლომბარდია და თუ იტალიელები ნეაპოლში მიიღებენ კონსტიტუცია, შეიძლება მოუნდეთ ვენეციელებს და ლომბარდიელებს და ავსტრიის იმპერია შეირღეს შიგნიდან, ხო? ამიტომ ეს დაუშვებელია მისთვის. ეხლა ალექსანდრე ისევ და ისევ ფიქრობს, რომ იქნება რა არის ცუდი, რომ ნეაპოლელებს მისცენ კონსტიტუცია. რა არის ამაში ცუდი? ეხლა პრინციპში ამითი არ დაინგრევა ევროპა და რევოლუცია არ მოხდება, ხო და? მეტერნიხის ხო დაუშვებელია ეს ამბავი და ალექსანდრეს არწმუნებს, რომ ეს შიგნით რაც ხდება ახლა ნეაპოლში, ეს არ გეგონოს, რომ საწყალი ხალხი, ჩაგრული ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, მეტი უფლებებისთვის და კონსტიტუცია უნდათ. არა სიამდვილეში ამის უკან მასონები დგანან.
და მეტენიხი ცდილობს რომ ალექსანდრე გახვიოს ამ კონსპირაციებში შეთქმულების თეორიებში, რომ მასონები, რომ ეს რაც ხდება ევროპაში ვინმე თუ აჯანყდება, ეს ვიღაცა უბედური კი არ ჯანყდება, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა. აღარ შეუძლია ცხოვრება გაუსაძლის პირობებში. არა, მასონები აჯანყებენ. და ამით მეტენიხი ებდროოდ რამდენიმე კურდღელს იჭერს. ერთი არის ის, რომ ნებისმიერ ევროპაში რაღაცა გაფაჩუნებას, მოძრაობას, მეტი უფლებებისთვის, კონსტიტუციისთვის ასახებს მასონების შეთქმულებად და მეორე ამეთი, ასე ვთქვათ, აფუჭებს ურთიერთობას ალექსანდრესა და საფრანგეთს შორის. საფრანგეთი არის ჯერ კიდევ ინერციით ყველაზე უფრო ლიბერალური სახელმწიფო კონტინენტზე, მას აქვს კონსტიტუცია და ცხადია, ეხლა საფრანგეთი კი არის წმინდა ალიანსის წევრი, მაგრამ მანდა მაინც არ მოსწონს საფრანგეთს რომ ებრძვიან ყველგან კონსტიტუციას და ებრძვიან ყველგან რაღაცა ნებისმიერ გაფაჩუნებას, რაც თუმცა ხალხს რაღაც თავისუფლება უნდა. და მეტენიხის მიაჩნია ცხადია, ამიტომ საფრანგეთი პრობლემად და ცდილობს რომ ფრანგები, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად შეაძულოს ალექსანდრეს და ეუბნება რომ აი მასონების მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს სწორედ პარიზში. იქიდან მოდის ყველაფერი. ხო, ესეც შეიძლება პარალელი გავვლოთ ეხლამდელთან, როცა ხდება ხოლმე სადღაც გამოსვლები და რევოლუციები. ეგ რა თქმა უნდა, მთავარი არის ადგილობრივი ხალხის უმოყოფილება, თუმცა გარედანაც როგორც წესი მიშველება ხდება ხოლმე, გარედან ეშველებიან და ეხლა მაშინ მით უმეტეს ეხლა მასონები მართლა რაღაცა გავლენა ჰქონდათ მასონებს განსხვავებით ეხალდელთან და მეტენიხას ჰქონდა მეტი საფუძველი იმისთვის, რომ ესე თქვათ ალექსანდრესთვის კონსპირაციები ჩაეწვეთებინა მაქსიმალურად. და საბოლოო ჯამში მეტენიხა მოახერხა ის, რომ შეიყვანა ავსტრიის არმია ნეაპოლში, იქ რევოლუცია ჩაახშო. ამისთვის მოიპოვა კურთხევა ალექსანდრესგან, თანხმობა. იმ პერიოდში ძალიან საინტერესო ალექსანდრეს ყავს ორი საგარეო მინისტრი. სხვა თანამდებობები ფორმალურად, მაგრამ ორივე იყო საგარეო მინისტრი. ერთი ნესელროდე, გერმანელი წარმოშობის, რუსული არ იცოდა, ემსახურება მთელი ცხოვრება რუსეთის იმპერიას. მეორე იოანეს კაპოტისტრია, ბერძენი წარმოშობის, კაპოტისტრია ლიბერალი, რომელიც უჭერს მხარს ევროპაში ლიბერალიზმს და კონსტიტუციებს და ასე შემდეგ და ნესელროდე პირიქით. ტიპიური კონსერვატორი და ნესელროდე თავიდან ბოლომდე არის მეტენიხის გავლენის ქვეშ. ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო ნესელროდე მეტენიხი, როცა ორივენი მსახურობდნენ პარიზში. მეტენიხი იყო ელჩი ავსტრიის იმპერიის და ნესელროდე მუშაობდა იმ პერიოდში პარიზში რუსეთის საელჩოში და ძალიან საინტერესო ნესელროდე იყო კონტაქტი ტალეირანთან. როცა ტალეირანი უღალატებს ნაპოლეონს, ანუ გადავა ისტორიის სწორ მხარეს, ნესელროდეს აწვდის ინფორმაციას და ნესელროდე აძლევს მას ფულს. ამ პერიოდში ნესელროდე ექცევა მეტენიხის გავლენის ქვეშ. მე იმდეს მოახერხებს მეტენიხი რომ ამ კაპოტისტრიას ბერძენ მინიც საერთოდ გააგდებიებს თანამდებობიდან ალექსანდრეს და არ წუნობს იმაში რომ ის რაღაც მასონებთან არის შეკრული და ალექსანდრეს რჩება მარტო ნესელროდე. თავიდან ბოლომდე მეტენიხის ესე ვთქვათ გავლენის ქვეშ. აი ეს ახერხებს მოგეთ ალექსანდრეს მანიპულირებას მეტენიხი ამაში ეხმარება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა. ერთ-ერთი წმინდა ალიანსის კონგრესია, სადაც იკრიბებიან რომ იმჟელონ და საბოლოოდ გაწყვეტილება მიიღონ რა უყონ ამ ნეაპოლში არსებულ სიტუაციას. და ალესანდრო მიემგზავრება ამ კონგრესზე. ამ პერიოდში სწორედ მოხდება რაღაცა ჩვეულებრივი პატარა აჯანყება მოხდება პეტერბურგის გარნიზონში, უბრალოდ ჯარისკაცები და ოფიცრები აუჯანყდებიან მეთაურს, რომელიც არის ტიპიური ტირანი. არაფერი განსაუთრებული რა, ადგილობრივი აჯანყებაა ჩვეულებრივი. და ალესანდრო ჩადის მეტენიხით ახდება და უნება რომ აი ხო გეუბნებოდიო მეო და რა იყო ეკითხება ალექსანდრე აი შენთანაც მივიდნენ მასონებიო აჯანყება მოგიწყეს დედაქალაქშიო ჯარი აბუნდეს მასონებმაო და ალექსანდრე მოსს რომ აი ახლა გასაგებია ჩემთვის რა საფრთხეა შენ ახლა თვალი ამეხილე მართალი ყოფილიყარ მართლა არიან მასონები ურევენ ყველგან სიტუაციას და შეიყვანე ჯარი ამ ნეაპოლში არ არის პრობლემა არანაირად ამ პერიოდში ინგლისიც მუშაობს ძალიან აქტიურად ცხადია თანამშრომლობს წმინდა ალიანსთან თუმცა არ არის პირდაპირი წევრი სხვა შორის ინგლისის ჩაგონება იყო რომ მაქსიმალურად წმინდა ალიანსის მეშვეობით ეკონტროლებიათ ალექსანდრე მეტენიხი თავიდან ძალიან ნერვიულობს როცა იქნება წმინდა ალიანსი ფიქრობს რომ საკმარისი არ იქნება ეს იმისთვის რომ გააჩერონ რუსეთი იმიტომ რომ რუსეთი ძალიან ძლიერია გამჩერებელი არ უნდა რაყავს იმ პერიოდში საფრანგეთი დამარცხებულია და ინგლისელები უმნებიან მეტენიხს რომ მოდი აი ეს გამოიყენო ჩვენ იქნება ეს მექანიზმი სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წმინდა ალიანსის რომ რუსეთი ჩავსვათ რაღაც ჩარჩოებში უკეთესი რუსეთი იყოს საერთაშორისო ორგანიზაციაში ნუ ამ ტერმინს არ ხმარობენ ხმე ხმარობ ვიდრე იყოს მის გარეთ იმიტომ რომ რუსეთი ხო ნახევრად ევროპული ნახევრად აზიური სახელმწიფო ეს რას ნიშნავს ის აზიაში მიჩვეული არის
ექსპანსიას თავის ჭკუაზე. ანუ შეუძლია დაიპყროს რაღაც ტერიტორია შუა აზიაში, დაიპყროს იქ ვინაა მომკითხავი. და ევროპაში ესე არ ხდება. ხო, ევროპაში თუ გინდა რომ ტერიტორია დაიპყრო, სხვებს უნდა შეუთანხმდე. მაგრამ ახლა რუსეთი მიჩვეულია აზიაში ესე ცალმხრივად მოქმედებას, ცუნება აქვს რომ ევროპაში იგივე გააკეთოს და ინგლისელები უნდათ მეტენიხს რომ აი სწორედ წმინდა ალიანსი იქნება იყოს მექანიზმი რომ გავაჩეროთ და ვაკონტროლოთ და მეტენიხი მართლაც იყენებს ძალიან კარგად აი მექანიზმს და ინგლისელები მოკლედ წინააღმდეგნი არიან ყველანაირი ჩარევის და ჯარების გაგზავნის ყველგან, მაგრამ ისინი ამბობენ რომ ნუ კი ბატონო, პრინციპში ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ, თუ კი ავსტრია გაგზავნის ჯარს ნეაპოლში და იქ რევოლუციას დაამარცხებს. რატომ? იმიტომ რომ ინგლისელებს ჭირდებათ ავსტრიის იმპერია როგორც ევროპული ძალთა ბალანსის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯი, როგორც მთავარი შემკავებელი პლუს ამას რუსეთის ექსპანსიის. შენ ხა ყვები საერთაშორისო ურთიერთობის ჭრილში ამ ურთიერთობას. ხა წარმოიდგინე ნეაპოლელთა თავისუფლებისთვის მებრძოლ ნეაპოლელთა თვალით დანახული ეს ისტორია, როგორც ჩაუგრელი ავსტრია, მაგრამ ამის მიღმა, რასაც ვერ ხედავენ, არის ის ძალთა ბალანსი, რაც ამ მექანიზმებს ამუშავებს. ხო, ანუ ნეაპოლელი რიგითი ფიქრობს, რომ მეორე კონსტიტუცია მინდა არაფერს არ ვაშავებ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მას ესე უვნებიან, რომ საქმეს ეგრე ჭირდება. უნდა შემოვიდეს ავსტრიის არმია და შენ არა, ეუბნებიან კიდე კარგია, შეიძლება არც ეუბნებიან. უბრალოდ ესე ხდება. ბოლოსი იგებს, რომ საქმეს ჭირდებოდა ესე, რა თქმა უნდა არ ეუბნებიან, ვინ ანგარიშია ბაკს, ხო. მაგრამ საქმეს ჭირდება ეგრე, ბალანს ჭირდება ეგრე, რომ შემოვიდეს ავსტრიის. უცებ აღმოჩნდა, რომ მას შეიძლება პირიქით სიტყვით თანადგომას უცხადებენ, მაგრამ ეს თანადგომა ავსტრიას ვერ აკეთებს. ინგლისის ეროვნული ინტერესი, ავსტრიის იმპერიის ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ აქ შემოვიდეს ახლა ჯარი და შენ კონსტიტუცია არ მოგცენ წაგართვან და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინოვაციური იდეით გამოდის იმპერატორი ალექსანდრე წმინდა ალიანსის პირველივე კონგრესზე. ის ამბობს, რომ საჭიროა შეიქმნას წმინდა ალიანსის ერთიანი შერეღებული ძალები. ეხლა საინტერესო კიდევ რით არის ნატოს არ გააჩნია პრინციპში დღემდე ერთიანი შერეღებული ძალები, გააჩნია სწრაფი რეაგირების კორპუსი, რომელშიც გონი მაქსიმუმ 20,000 კაცი ის მაქსიმუმს ვამბობ რა. ხო და ანუ ეხლა ეს იდეა იმდენად ესე ვთქვათ თამამი და მოულოდნელია, რომ ყველა დაიბნება. და მეტენიხს ეშინია ძალიან მსგავსი იდეის, იმიტომ რომ ალექსანდრე იქვე ამბობს, რომ მას აქვს ნება, პოლიტიკური ნება, რომ მთელი რუსეთის არმია აქციოს წმინდა ალიანსის შერეღებულ ძალად. ანუ ეს ასნიშნავს, თუ ალექსანდრეს მოილანდება, რომ სადღაც რევოლუცია და იქ ჯარი უნდა გაგზავნოს წმინდა ალიანსმა, ეგრევე გაუშვებს თავის ჯარს. ალექსანდრესთან დაპირისპირება შეპასუხება მეტენიხს არ უნდა არანაირად. რა შეაწყობს ახლა, რომ დაუპირისპირდეს იმპერატორს, რომელიც თავის შუაზე ყავს და რომელიც უნდა რომ გამოიყენოს თავის სახელმწიფოს ინტერესებში, მაგრამ მის დასაბედნიეროდ ალექსანდრე შეეწინააღმდეგება შეეპასუხება ეგრევე ინგლისის საგარეო მინისტრი კასლრი და მეტენიხი ამბობს, რომ ახლა მე ხო იცი რომ შენს მხარეს ვარ, მაგრამ ინგლისი ბლოკავს და ამიტომაც იდეა ჩავარდა. ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, ყველას გამოდგება ცხოვრებაში, როცა არ გინდათ ვიღაცას დაუპირისპირდეთ, პირველი ნოეტყვით არას. დააცადეთ სხვა ეტყვის არას და მე თქვენ ხელებს გაასავსავებთ, რომ მე რა ვქნა. ხო და მთელი ეს პერიოდი 4 კონგრესი ტარდება წმინდა ალიანსის, მთელი ეს პერიოდი მოკლედ მეტენიხი ახერხებს ჭირვეული, უცნაური ადამიანის ალექსანდრეს კონტროლს, რომლის უკანას დგას აი ამ ხელა იმპერია. და ეს რა თქმა უნდა არ იყო იულის საქმე. ამ კაცმა ეს შეძლო. შეძლო ძალიან ბევრი მექანიზმის მეშვეობით, მათ შორის იმის მეშვეობით, რომ იცის კარგად ამის ხასიათი და ხვდება ერთ რაღაცას, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, ამას დღემდე ვერ ხდება ბევრი. რუსეთს საბოლოო ჯამში როგორც წესი ერთი კაცი მართავს. თუ იმას გადმოიღონ შენს მხარეს, ჩათვალო პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთე და ამ ქვეყანას რაღაც ასე თუ ისე შენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მოახმარ ამ შემთხვევაში ავსტრიის ინტერესებს. სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიულ ძალებს და სხვა ინსტიტუციებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამას როცა ელაპარაკები, ის ერთი კაცი საბოლოო ჯამში გზნობს საფრთხეს და უფრო ძლიერდება და მთელი რუსეთის ისტორია ამას გიჩვენებს. ამიტომ უნდა ელაპარაკო პირდაპირ იმ ერთ კაცს. თუ მოახერხეთ ცხადია გასვლა, კი და ეხლა მეტენიხს ამის ფუფუნება საშუალება ჰქონდა კონგრესს მეშვეობით პირდაპირ მასზე გადიოდა. და გააჩნია ვინ არის კიდევ ეს მართველი. ეს ხა შენ დაახლოებით რაც აღწერე, ეს არის სადღაც 10 წლიანი პერიოდი, ხო? 1815-დან 15 წელს იქნება 25-მდე. მერე იცვლება იმპერატორი. იმპერატორი კვდება როგორც ცნობილია და ტახტზე ადის მერე ნიკოლოზ პირველი, ეს ძალიან საინტერესო მისი ტახტზე ასვლა, იმიტომ რომ ამას ემთხვევა სწორედ დეკაბრისტების აჯანყება, რომელთაც ჩაფიქრებული ჰქონდათ საერთოდ ალექსანდრეს მკვლელობა. დეკაბრისტების იდეა იყო, რომ შეექმნათ უფრო თანამედროვე რუსეთი, ვესტერნიზებული, მოდერნიზებული, მათ არ მოსწონდათ რუსეთი, რომელიც ევროპასთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. დეკაბრისტებმა ნახეს ევროპა ნაპოლეონის ომების დროს, ნახეს, რომ ევროპა უფრო წინაა წასული, არ მოეწონათ სიტუაცია რუსეთში. ალექსანდრეს მოკლა ვერ მოასწრეს, გარდაიცვალა
ან როგორც ამბობენ, წავიდა ბერაც რაღაც გაიქცა ციმბირში და მე მოინდომეს დამხობა ნიკოლოზის და ნიკოლოზი ტახტზე როცა ადის, აწდება უცებ რევოლუციის მცდელობას პეტერბურგში. როგორც ცნობილია, მარცხდებიან დეკაბრისტები და ნიკოლოზი ადის მერე ტახტზე. ნიკოლოზი ნაკლებად დადის მეტენიხის შუაზე, მაგრამ მას მაინც პატივს სცემს, ანუ მეტენიხი ვერ ახერხებს მისით ისეთ მანიპულირებას. კიდევ ერთი ადამიანები ისეთ მანიპულირებას ვერ მოახერხა მეტენიხმა ისე ძლიერად, იყო ინგლისის შემდგომი საგარეო მინისტრი კასრის შემდეგ იყო კანინგი და ამ დროს როცა კანინგი მოდის ინგლისის საგარეო მინისტრად, ასპარეზზე შემოდის სოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე შემოდის ამერიკა 1823 წელს. რა ხდება ამ პერიოდში? მეტენიხმა იზეიმა ტრიუმფები. პირველი ტრიუმფი იყო ცხადია ნეაპოლში რევოლუციის დამარცხება და მეორე ტრიუმფი იყო ანალოგიური ბჭყალებში რევოლუციის დამარცხება ესპანეთში, იქაც ხალხს უნდოდა კონსტიტუცია და ბოლოში მოხდა ის, რომ ესპანეთში ფრანგული არმია შევიდა და მეფეს დაეხმარა, რომ რევოლუცია დაემარცხებინა. როცა ეს გაკეთა, როცა ესპანეთში შევიდა ფრანგული ჯარი, წმინდა ალიანსში მოვიდათ ეგეთი აზრი, რომ მოდი იქნებ გავაგრძელოთ ახლა ჩვენ რევოლუციებთან ბრძოლა, ესპანეთი რო გადავარჩინეთ როგორც ასეთი. იქნება ახლა ესპანეთის კოლონიების გადავარჩინოთ. ახლა რა შეა საქმე? ჯერ კიდევ ნაპოლეონის დროს ჩვენ ვიცით, ახლა ესპანეთმა დაკარგა კონტროლი, ფიზიკური კონტროლი დაკარგა თავის კოლონიებს ლათინურ ამერიკაში. იქ დაიწყო აჯანყებები, ბოლივარის ომები და ნელ-ნელა ყველა ლათინური ამერიკის სახელმწიფო თავისუფლდება ესპანეთისგან და ხდება დამოუკიდებელი თავისუფალი. მათ შორის ბოლივიაც კი ჩდება, ხო? თუ ის ბოლივარის სახელმწიფოს პირდაპირ. და თქვენს წმინდა ალიანსში რომ მოდი იქაც ხო არ გაგზავნოთ ახლა ჩვენ ჯარი და ჩავახშოთ რევოლუციები და აღვადგინოთ წესრიგი მთელი ესპანეთის იმპერიაში. ამ ხო თვითონ ესპანეთში მის იმპერიაც გადავარჩინოთ. ამ დროს უკვე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს გამანთავისუფლებელი ომები, ცოტა დარჩენილი და კაცმა არ იცი ახლა რამდენად გამოვიდოდა წმინდა ალიანსი ჯარის გაგზავნა და რევოლუციების და გამანთავისუფლებელი ომის დამარცხება, მაგრამ ამას საუბარი მაინც მიდიოდა. ეს საუბარი არ მოეწონა საშინელად ინგლისელებს. მარტივი მიზეზის გამო. როგორც კი ესპანეთის იმპერია დაინგრა ლათინურ ამერიკაში, ყველა ეს ახალი აღმოცენებული სახელმწიფო მოექცა ავტომატურად ინგლისის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ინგლისი დამყარებულია პრაქტიკულად მონოპოლია, ეკონომიკური მონოპოლია. ამიტომაც ინგლისი არ აწყობს არანაირად, რომ ახლა წმინდა ალიანსმა ჯარი გაუშვას და დაუბრუნოს ეს სახელმწიფოები ესპანეთს. ესპანეთის გავლენის ქვეშ დაბრუნდნენ ისინი. ინგლისელები მიმართავენ ეგეთი იდეით შეთავაზებით ამერიკელებს, რომ მოდი ჩვენ ერთობლივი განცხადება გავაკეთოთ იმაზე, რომ არ დაუშვებთ ევროპის ჩარევას დასავლეთ ნახევარსფეროში. ახლა რატომ მიმართავენ ამერიკელებს? იმიტომ რომ ინგლისელებმა რო თქვან უცებ რომ ჩვენ არ დაუშვებთ ევროპის ჩარევას დასავლეთ ნახევარსფეროში, კითხავენ რომ შენ მიგეთხება დასავლეთ ნახევარსფეროს, შერაშვაში ხარ საერთოდ, თან წმინდა ალიანსის მეგობარი ხარ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც პარტნიორი იპოვა იქ ამერიკის შეერთებული შტატების სახით. ამ დროს მონროა პრეზიდენტი და სწორედ ამ დროს იბადება მონროს დოქტრინა, მაგრამ მონროს დოქტრინის ჩამოყალიბებაში რეალურად მონროზე უფრო დიდი როლი ითამაშა მისმა საგარეო მინისტრმა ჯონ კვინსი ადამსმა, სახელმწიფო მდივანმა. მაშინ ეს ეძახდნენ და ეხაც ეგრე ეძახიან, მაშინ დაარქვეს, იმიტომ რომ როცა ამერიკა იქცევა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, საგარეო პოლიტიკა თითქმის არ აქვს და საგარეო პოლიტიკას მისცემენ სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც დაკავებულია შიდა საქმეებით, როგორც აი. და შემორჩა ეს სახელი. დღემდე შემორჩა. ძალიან საინტერესო ის არის. ეხლა საგარეო არა აქვს ეგ. ეხლა თლიან საგარეო სამინისტრო, რაც ქონდა ფუნქცია, სხვა რაღაცა მოსახლეობის აღწერა აღარ აქვს, თქმა უნდა, ხო, ის საინტერესოა. თუმცა ეს სიტყვა სახელმწიფო მდივანი მაინც მას რაღაც იმ რანგში რაღაც უპირატესობას ანიჭებს, ხო, ის რაღაც. სხვა მინისტრებს ძირითად ფიგურად სხვა მინისტრებზე მაგალითად სახელმწიფო მდივანი, ხო, არა კომერციის მდივანი, არა თავდაცვა, სახელმწიფო მდივანი, კი. ხო და კვინს ადამსი ეუბნება მონროს რომ მოდი იცი რა ვქნათ დავანებოთ ინგლისის თავი ჩვენ გავაკეთოთ მსგავსი განცხადება ცალმხრივად ინგლისის გარეშე თქვათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს დასავლეთ ნახევარსფეროში ევროპის მიერ ცხვირის ჩაყოფას ოღონდაც ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატები თვითონ არ ჩაერევა ევროპის შიდა საქმეებში და ამ განცხადებას ამერიკელები აკეთებენ ეს არის უპრეცედენტოდ თავხედური განცხადება, რომელმაც გაამართლა მარტივი მიზეზის გამო. თავხედური რატომ? ამერიკას ამ დროს არც იმის ფლოტი აქვს, არც იმის ჯარი, რომ დაამყაროს კონტროლი დასავლეთ ნახევარსფეროზე და არ შეუშვას იქ ვინმე. ამის არანაირი შანსი არ აქვს. ძალიან სუსტია მისი ფლოტი და ჯარი კიდე საერთოდ კომიგორია. ძლიერ ჯარს ქმნიან ნელ-ნელა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის მერე. მანამდე თითქმის არაფერი არ აქვს ისეთ სერიოზული. ვისი უნდა ეომონ ახლა იქ, ხო? ვინ ყავს ძლიერ მეზობელი არა. ერთმანეთს სამოქალაქო ომში. სამოქალაქო ომის დროს იყო კიდე ასე თუ ისე, ხო და. ხო და ინგლისელებმა გაატარეს ეს ყლაპეს წარმარტივად. იმიტომ რომ ინგლისელები ამ პერიოდში დაინტერესებული არიან მხოლოდ ერთი რაღაცით, რომ იქ არ შევიდნენ ევროპელები.
და თუ ამერიკა ამბობს, რომ არ შემოუშვებ ჩვენ არავის, ინგლისელები ამას დუმილით ხვდებიან და აკეთებენ მერე რას? თვითონ ჩუმად ბლოკავენ იქაურობას დასავლეთ ნახევარსფეროში, იქ ევროპელებს არ უშვებენ. ოღონდ ეფარებიან ამერიკელების განცხადებას. ანუ ორივემ ერთმანეთს ძალიან ჩუმად წყნარად გაუგო, ამერიკამ და ინგლისმა ერთმანეთს. საინტერესო ის არის, რომ ამ დროს მათ შორის ომი სულ რაღაცა 9 წლის დასრულებულია. მათ შორის ომი იყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როცა ნაპოლეონი დაამარცხეს, ძალიან მალე წაიპოტინა ამერიკა კანადას და ინგლისი ჩაერია, დაისვა კანადა. და ვენის კონგრესის დროს მოხდა მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. ამერიკა არ არის დიდი ხნის შექმნილი და სწორედ ინგლისისგან მოიპოვა ეს დამოუკიდებლობა. ხო, ანუ ეს არის მისთვის იმპერია, ამ იმგაგებით მართალია წარმოშვა მან ამერიკა, მაგრამ ის არის იმპერია, რომელიდანაც უნდა გამოეყოს, ეს თქვა დამოუკიდებლობა მოიპოვოს და მისი მთავარი საფრთხე, მაგრამ ძალიან მალე როცა ის იძენს კონტურს, აღმოჩნდა, რომ ძალიან მალე ინტერესთა თანხვედრა ყისიერად თulis გუშინდელი მტერი და საფრთხე აქცია უცებ რეალურად თავის დამცველა, თავის ინტერესების დამცველა და მოღოლებულ იქიდან 19 საუკუნის ბოლომდე ინგლისი რეალურად იცავდა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომ იქ არ ჩაეყო ცხვირი არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს, და როცა 19 საუკუნის ბოლოს ამერიკამ ძალღონი მოიკრიბა, იქიდან ყველა გააძევა ინგლისელების ჩათვლით. და ძალღონი შეიძლება იმიტომაც მოიკრიბა, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში ინგლისური ქოლგა ეფარა თავს. კი, ზუსტად. მერე ძალღონი მოიკრიბა, ყველა გააძევა, მათ შორის ინგლისელებიც მიაყოლაზე და მერე მართლა განახორციელა მონროს დოქტრინა. მოდი ახლა გავჩერდეთ, რას ნიშნავს მონროს დოქტრინა. ხა ამერიკელებმა კი რაღაცა ამას განაცხადის ფორმა მისცეს, სახელიც დაარქვეს თავის პრეზიდენტის, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად ყველა დიდ სახელმწიფოს, ჯერ კიდევ მანამდე რა თქმა უნდა, ქონდა, ასე ვთქვათ, თავისი მონროს დოქტრინა. განცხადებული შეიძლება, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ყველას თავის მონროს დოქტრინა ის რას ნიშნავს, რომ ყველა დიდ სახელმწიფოს უნდა, რომ მის გარშემო სამეზობლოში იყოს მისი ექსკლუზიური გავლენის სფერო, რომ იქ ცხვირს არ ყოფდეს სხვა დიდი სახელმწიფო, მისი კონკურენტი, იმიტომ რომ თუ სხვა დიდი სახელმწიფო ჩაყოფს ცხვირს მის სამეზობლოში, ცხადია შეიძლება რომ გაატაროს იქ თავისი ინტერესები და იქიდან ზიანი მიაყენოს ამ კონკრეტულ დიდ სახელმწიფოს, ხო? ამაშია საქმე. ყველა ცდილობს ეს ამას მიაღწიოს. 30-იან წლებში წინა საუკუნის, როცა ჰიტლერის დროს გერმანია ძალიან გაძლიერდა, ჰიტლერი ამბობდა, რომ თუკი ამერიკას აქვს მონროს დოქტრინა, გერმანიას აქვს უფლება, რომ კონდეს თავის მონროს დოქტრინა, ევროპა იყოს მისი. იაპონია იმავე პერიოდში, რომელიც გახდა გერმანიის მოკავშირე, ამბობს იგივე ზუსტად, თუ ამერიკას აქვს მონროს დოქტრინა, რომ მთელი დასავლეთ ნახევარსფერო მისია, მაშინ აზია, იაპონიას აქვს უფლება, რომ კონდეს მონროს დოქტრინა. თეორიულად მოკლედ ყველას აქვს უფლება რომ კონდეს მონროს დოქტრინა, მაგრამ მარტო უფლება ხო არ გმარა, ამის ერთი ესე ვთქვათ, ერთი ადგილიც უნდა კონდეს, რესურსი უნდა კონდეს, რომ ეს განახორციელოთ, თორე წინადად შემთხვევაში დაგიმთავრდება ძალიან ცუდად და ორივე ძალიან ცუდად დამთავრდა, იაპონიასაც, გერმანიასაც ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული ესე ვთქვათ განაცხადია, რომ კონდეს მე მონროს დოქტრინა. დღეს რატო ერთი ამბავი ტაივანზე. ტაივანს ხო ასე თუ ისე ყველა აღიარებს, რომ ჩინეთის ჩინეთის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ ტაივანი რო ჩაიდოს ხელში ჩინეთმა, პრაქტიკულად განახორციელებს მონროს დოქტრინა. მთელი ეს გარშემო რაც ესაზღვრება ჩინეთს ზღვები, მისი კონტროლის ქვეშ მოექცევოდა. ეს არ უნდათ, იმიტომ რომ თუკი დიდი სახელმწიფო თავის მონროს დოქტრინას განახორციელებს, ანუ რეგიონში ესე ვთქვათ, პრობლემებს მოხსნის და რეგიონი იქნება მისი გავლენის სფერო, მერე უკვე შეუძლია იმას რაქნას გლობალური მასშტაბის ამბიციებზე წავიდეს. სვანაირად რომ თქვა, შენაობ რომ ყველა დიდ სახელმწიფოს აქვს ეს, მაგრამ ეს არის ფუფუნება. და ხშირ შემთხვევაში ეს არის ფარულად, განუცხადებლად, მაგრამ ის რომ შენ შეგიძლია ეს განაცხადო, პირდაპირ შემოხაზო და დაარქვა ამას სახელი და მე ეს დაიცვა, ეს არის ალბათ მწვერვალი იმპერიული გავლენის. თან ეს საინტერესო არის, გააკეთა ამერიკა მაშინ, როცა ამერიკა არ იყო დიდი სახელმწიფო არანაირად. მაგრამ მან გამოიყენა ის შექმნილი ვითარება, რაც მას საშუალებას მიცემდა, რომ რეალიზება მოეხდინა. და არ დავიწყოთ კიდევ ერთი მომენტი. 9 წლის წინ იყო დამცრულებული სულ რაღაც ამერიკასა და ინგლისის შორის ომი და უცებ ისინი პარტნიორობად იქცნენ. სხვა შორის ტალეირანმა იმოგზაურა საფრანგეთში რევოლუციის დროს, ტალეირანმა იმოგზაურა ამერიკაში. ტალეირანი არისტოკრატი იყო, რევოლუციას გაექცა. იქაც ახალი დასრულებულია ჯერ კიდევ მაშინ ომი დამოუკიდებლობისთვის ინგლისსა და ამერიკას შორის. ტალეირანი რო ბრუნდება საფრანგეთში, ამბობს რომ ინგლისი და ამერიკა მალე დამეგობრდებიან. რო უნებიან რომ ხარ რეებს ლაპარაკობ, ამას რომ დამინჯერეთ, დამეგობრდებიან. უამრავი საერთო ინტერესი გაუჩნდებათ, ეს ერთი და მეორეც უახლოესი სახელმწიფოები და ერები არიან. და დღემდე ეგრეა. ინგლისი დღეს კაი ხანია უკვე არის, შეიძლება ითქვას, ამერიკის უმცროსი პარტნიორი მსოფლიო პოლიტიკაში.
ხო, შეიცვალა როლები, ესე ვთქვათ, უფროს უმცროსობის, მაგრამ პარტნიორობა დარჩა, იმიტომ რომ ამ როლს უკვე საბოლოო ჯამში განაპირობებს მაინც სადაც გამოჩნდა კიდევაც ძალა, ზომა, სიძლიერე და გავლენა, რომელიც მოიპოვა ეკონომიკური ვითარების გამო. ანუ ამავე დროს კიდევ ის მე მგონი საკმარისად არ გვითქვამს, რომ ინგლისის გამოყენება ამერიკის მიერ და ექსკლუზიური უფლების განხორციელება დასავლეთ ნახევარსფეროზე საშუალება მისცა წარმოქმნილიყო ადგილობრივი იქ სახელმწიფოები, ხო? ანუ დეკოლონიზაციის პროცესი მომხდარიყო, გათავისუფლებულიყვნენ. თუ წეგან თქვით, რომ ნეაპოლს პირიქით ამან ხელი შეუშალა, ანუ იქ ინტერესი არ დაემთხვა ისე, რომ ნეაპოლს მიეღო კონსტიტუცია, სამხრეთ ამერიკაში მოხდა პირიქით. იქ წავიდა განთავისუფლება, შეიქმნა ეს უამრავი დამოუკიდებელი სახელმწიფო, დღეს რაც ვიცით ჩვენ სამხრეთ ამერიკის, ლათინური ამერიკის რუკა, შედეგია მაშინდელი პროცესის. პროცესი დაიწყო ნაპოლეონის დროს. ნაპოლეონი იპყრობს ესპანეთს, ესპანეთი კარგავს კონტროლს ლათინურ ამერიკაზე. და ნუ მოკლედ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ თავარ თემად წმინდა ალიანსს, წმინდა ალიანსმა იმუშავა სერიოზულად ევროპას დიდხანს ააცილა დიდ სახელმწიფოებს შორის ომები. და როცა იწყება მე ევროპაში მოგვიანებით ომი დიდ სახელმწიფოებს შორის, იქ თავდება წმინდა ალიანსი. იმიტომ რომ წმინდა ალიანსის თავარი მიზანი რა იყო? სოლიდარობა მონარქებს შორის. როგორც კი დაიწყო მონარქებს შორის ომი, დამთავრდა ყველაფერი. ეს ომი არის ყირიმის ომი. ყირიმის ომის დროს უკვე აღარ არის მეტერნიხი, ავსტრიის კანცლერი, შეიძლება ესეც არის მიზეზი ჩემი აზრით, რომ ომამდე მიდის საქმე. და კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იწყება ყირიმის ომი, რომელიც საკმაოდ სერიოზულად შეცვლის ევროპაში ვითარებას, არის ის, რომ ამ დროისთვის ყირიმის ომისთვის საფრანგეთს მართავს არა ბურბონი, რომლებიც დაბრუნდნენ ბურბონები როგორც ცნობილია ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, არამედ ნაპოლეონის ძმისშვილი, ლუი ნაპოლეონი, ნაპოლეონ მესამე, ავანტიურისტი, რომელსაც სურს რომ საფრანგეთი დააბრუნოს როგორც კონტინენტზე ლიდერი. მაშინ ჩვენ სვენელს უნდა უთხრათ, რატომ მოხდა ბურბონების დინასტიის შეცვლა? ისო ბონაპარტის დინასტია. მანამდე ორლეანელები მოვიდნენ. ჯერ ბურბონები დაამხეს, მოვიდნენ ორლეანელები, ივლისის რევოლუცია ეწოდებული. მათი ბიძაშვილი დინასტია შეიძლება ითქვას. მაგრამ მერე მოხდა 1848 წელს რევოლუციები თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით, რომელმაც აურია საკმაოდ სერიოზულად ევროპაში ვითარება, მაგრამ მე ვითარება დაწყნარდა. ამ რევოლუციებს შეეწირა მაშინ სწორედ მეტერნიხი 48 წლამდე იყო ის კანცლერის რანგში, ანუ კანცლერად იყო თითქმის 40 წელი, ავსტრიის იმპერიის კანცლერად. თითქმის 40 წელი მანამდე საგარეო მინისტრად ცოტა ხანი მე კანცლერად. გადაუარა ამ ტალღამ რევოლუციების ევროპას, საბოლოო ჯამში დაბრუნდა ძველი წესრიგი, მაგრამ მაინც სერიოზულად შეირყა იმ პერიოდში ევროპა და მთავარი ცვლილება რაც მოხდა ევროპაში 48 წლის რევოლუციების შედეგად იყო ის, რომ აი უცებ საფრანგეთში გაჩნდა ახალი ლიდერი ნაპოლეონის ძმისშვილის სახით. ეხლა ბონაპარტის ბონაპარტია თუ თქვა არაურია სიტუაცია და რაღაც ის ანუ მოენატრა ხალხს ძველი დიდება. კი, მოენატრა ხალხს ძველი დიდება და მიცეს გახდა პრეზიდენტი, მე იმპერატორი, ჩემი აზრით პირველ რიგში იმიტომ რომ ერქვა მასაც ნაპოლეონ ბონაპარტი, იმიტომ რომ ნაპოლეონის შემდეგ ამ ოჯახში ვინც იბადებოდა ბიჭი, ყველას ნაპოლეონს არქმევდნენ. ბრუნდნენ ერთმანეთსგან რომ გაერჩიათ, აზრებდნენ მეორე სახელს, ეს იყო ლუი ნაპოლეონი, ხო. ანუ ეს რევოლუციების ტალღა ხდება გარკვეული სოციალური სოციალურ-პოლიტიკური, შეიძლება ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, ანუ რამდენიმე კომბინაცია რამდენიმე ფაქტორის, ცუდი მოსავალი იმ პერიოდში ევროპაში ეს ერთი და მეორე დაიღალნენ ევროპაში, ეხლა იმითი რომ დიდხანს მშვიდობა ადამიანებს ღლით. შეიძლება. ხო და დაიღალნენ იმითიც რომ ეხლა მართლა კონსტიტუცია რაღაცა, ხო კონსტიტუცია არ აქვს ევროპაში თითქმის არავის საფრანგეთის და ინგლისის გარდა და რა უბედურებაა. ხო და ნუ მოუნდა ბოლბოლ ხალხს რაღაცა. მაგრამ აი ამის მერე 48 წლის რევოლუციების მერე მალე იწყება ყირიმის ომი, მაგრამ აი სანამ ჩვენ ყირიმის ომამდე მივალთ, უნდა გავერკვიოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაში. რომელიც არ მხოლოდ ყირიმის ომს უკავშირდება, არამედ უკავშირდება საქართველოსაც, უკავშირდება შავ ზღვას. აქვე უნდა ვთქვათ, შავი ზღვა, შემდეგი თემისთვის რომ გავაკეთოთ ტიზერი, რომ შავი ზღვა არის მსოფლიოში ერთადერთი ზღვა, რომელში მოძრაობას რეგულირდება უკვე დიდი ხანია მოყოლებული მე-19 საუკუნიდან საერთაშორისო კონვენციით. აი ეს არის მსოფლიოს ცენტრალური ზღვა. თავარი გეოპოლიტიკური ზღვა შეიძლება ითქვას ისტორიის. კი, იმისათვის რომ ჩვენ შავ ზღვაზე ვილაპარაკოთ, ამისთვის და მე ბოლოს მივიდეთ ყირიმის ომამდე, როგორც შეცვალა ევროპის რუკა და ძალთა ბალანსი ყირიმის ომმა, მანამდე კიდევ ერთი თემა უნდა მიმოვიხილოთ, ეს არის რუსეთის იმპერია და მისი გავლენა სრუტეებზე, მისი სურვილი რომ აკონტროლოს, ხო, შავი ზღვის აუზია, რა თქმა უნდა, მისთვის უპირატესი, იმისათვის რომ მან აკონტროლოს თავისი უსაფრთხოება და რა როლი აქვს
შავ ზღვას და სწორედ ამიტომ შემდეგ ეპიზოდში ჩვენ ვილაპარაკებთ სრუტეებზე და რუსეთის იმპერიაზე.